ბევრი შოპინგობდით ამ მიმდინარე სეზონზე და შეხედავ რეები არის ახალი რესტაჟი სტილოსოველი კაია ზოგადად ძისფერი, სპილოსფერი, აი ასეთი ტონალობის არ არის თბილი გოგოები, არის ცივი ხარშუქი უთყავიშერეს და ხედავ არის ცივი და შეგვიძლია წინა გოგოებმა მოიგოთ უპრობლემოდ. კოპლების სეზონის ჰიტია და სიმართლედ მეგებდა მოყვარს, მაგრამ ცოტა რეტრო თემატიკაში თუ კი აწყობთ, იქნება ძალიან ფერის ერთეულებიც, ანუ ასეთი კარაქის ფერი, ყვითელი. ზოგადად ეს ფერი ძალიან მიყვარს, იცით, მაგრამ ძალიან ტრენდული უკვე აღარ არის, ცოტა თითქოს დაიღალა თვალი და აღიჩევდით შეძენას. ეს ძალიან ლამაზია, ეს ბაზაფერია, ბორდო არ არის, ისეთი ბორდო, რომელიც მოვიდა გადადის, უბრალოდ პიჯაკთან ესეთი ყელი ძალიან ესეთია, პიჯაკთან ამას ვერ ჩაიცნებთ. ცოტა სიფრთხილით ვყიდულობ და მგონია რომ აღაზუსტ ვყიდულობ კომბინეზონებს გოგოები, რატო? იმიტომ რომ შეუძლებელია მისი სხვადასხვანაირად ჩაცმა, თითქმის შეუძლებელი. აქედან გამომდინარე მირჩენია ხოლმე რომ წელზე და ქვედა შევხამოთ ანცებს მოგედოთ შეშალალი და ეს სტოპი. ოღონდ მithumetes აი ამდენი კოპლები გოგოებო. არც თუ მოგწონთ, რას თქმა უნდა შეგიძლიათ აიღოთ, მაგრამ ცოტა თავს შევიკავებდი. და აუცილებლად დაასტილიზეთ ცოტა რეტრო სტილში. ახლა მაისური, ანუ ქვედა ბოლო რო იყოს მარტო უფრო იქნებოდა უფრო არ გამიკვირდებოდა, ესე ვთქვათ, არაჩვეულებრივი ფერია, ანუ ვისაც არ უხდება ცივი ფერები, მათთვის არის ძალიან ისეთი კარგი ვარიანტი ის ფერი. ძალიან ლამაზია. ნუ ამასთანაც პიჯაკის მოწმა ცოტა გაგიჭირდება, მაგრამ თლიანობაში უცლის მიდამოს არაჩვეულებრივად შეიძლება ხიკეთი ნაკეთები გვერდით. წითელი კავა ვფიქრობ, რომ პატარა შავი კავა კი არა, პატარა წითელი კავა ყველა ქალს უნდა ქონდეს გარდერობში, ოღონდ თავისი ფერის წითელი ბუნებრივია. ეს ადგილი გაფორმებული მოგვიხდება, თუ თეძვები არ გვაქვს. ცოტა ბუტკონა, თუ ბუტკონა თეძვები გვაქვს, ჯობია რომ ესეთი ბერანგი არ შევიძინოთ. წლის ჰიტი ქვედა ბოლო. თუმცა სიმართლე გითხრათ, ახლა ესეთი ქვედა ბოლოც უკვე ცოტა შარშანდელი სეზონის შეხედულების არის, ამას ჭირდება უცბად რაღაცა დატვირთვა. წელს არის მოდაში დატვირთული, ფაქტურული, გაფორმებული ქვედა ბოლოები. და ეხლა აი ესეთი კომბინაციაც ცოტა ჩემთვის არის ძალიან, როგორ თქვა, მშრალი და ძლიერი კონტრასტი. აქ რაღაცა შემოხვეული, უფრო სხვა ფერის ჩანთა, ან ყელზე რაღაცა მოყვითალო, მოცისფრო, ფეხზე სულ სხვა ფერის ფეხსაცმელი იქნებოდა, ოკეი, მაგრამ ეს რომ ამ ორ ფერში ჩავკეტოთ, მე მაგალითად არ მომეწონებოდა. დღეს ამით დავასრულოთ. ჩავთვალოთ, რომ აუცილებელი ბაზა ერთეული ჯინსი ამ ფერი და ერთი თეთრი ჯინსი გაზაფხულისთვის ჩვენ გვაქვს. ყავისფერ ჯინს თუ დაამატებდით, ხელს შორის ძალიან ლამაზი იქნება. მე მაცვია ახალი და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი მივც მოუხდება ჩემი გარდერობიდან. და ტილოს ნიუანსები და ოდნავ ჭილის ელემენტები რო დავამატოთ, ვფიქრობ, რომ უკვე გამოვა, რომ აუცილებელი მასშტაბებები გაზაფხულისთვის გვაქვს. Try a bit.